მოგესალმებით, ამასინა ტელეკომპანია პირველის ეთერში ვახოს ანაიასთან ინტერვიუში მალხას მაჩალიკაშვილმა პანკიში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ასეთი რამ თქვა. ერთადერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც მწოხარება გამოთქვა, ეს არის ბატონი კვირიკაშვილი და ივანიშვილი. რო არჩევნების დროს რო გაიძახო და ქისტები ჩემი ძმები არიანო, ჟურნალისტმა რო სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა, მაგისტრის გამარჩერეთ ოთქვეს ივანიშვილმა. რა გახდა საფუძველი, რომ შულკვდარ მამას ასეთი სიტყვები ეთქვა? ჯერ მოყვეთ რა მოხდა. 11 იანვარს მარიკა ლორდკიფაინდის გასვენებაში რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილთან მივიდა და მიკროფონი მიუშვირა. ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების სამსახურმა შეაჩერა. ამის გამო ქართული ოცნების დამფუძნებელმა საკუთარ დაცვას საჯაროდ შენიშვნა მისცა. რამაზე რას გამაჩერე ახლა რა დიდი საქმე შენ ქონდა? ხედავთ როგორაა დახატული. ვითომ ტაძრიდან გამომავალ ბიძინა ივანიშვილს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი პანკისის ოპერაციაზე უსვავს კითხვას. ამის გამო ბიძინას ვითომ დაცვა აჩერებს, ერთი წუთით აგერ ჟურნალისტი პანკისის ოპერაციაზე გეკითხებათ და მოусმინეთო. მაგრამ ბიძინა, რომელსაც ვითომ არ ანაღლებს ეს საკითხი, დაცვას პასუხობს. ეს რა თემაა, რა დიდი საქმე შენ გქონდაო და კომენტარის გარეშე აგრძელებს გზას. როგორი სურათია. აქ რუსთავი დგავს პასტანოკას და სურს დაგვანახოს, რომ ბიძინა ცუდი და გულქვა კაცია. მოდით ვამხილოთ ეს ამაზრზენი სიაბანდობა. მივყვეთ დაწვრილებით. ყველა ჟურნალისტმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს შემდეგი წესი. სამძიმარზე მისული არ იძლევა კომენტარებს და მით უმეტეს არ საუბრობს პოლიტიკაზე. 2011 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა უდიდესი ქართველი მსახიობი რამა შხიკვაძე. ბიძინა სულ 10 დღის მოსულია პოლიტიკაში. ყველაფერზე წამსვლელი მიშა აგონიაშია და ძალადობს. 11 ოქტომბერს ბიძინას წაართვა მოქალაქეობა. 18 ოქტომბერს მიშამ ქართუ ბანკი დააყაჩაღა. შეერაღებული ჯგუფი დაესხა თავს საინკასაციო მანქანას და გაიტაცა 3 მილიონი ევრო. ამ თავდასხმიდან მეორე დღეს ბიძინა თავისი მეგობრის რამას შიკვაძის გასვენებაში მიდის. ქვეყანაში სრული ისტერია. არავინ იცის რაზეა წამსვლელი დაშინებული სააკაშვილი. ყველა ვინც მის წინამდეგაა სიცოცხლით რისკავს და პირველი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ასეთი. მაგრამ მეგობრის გასვენებაში მისული ივანიშვილი ჟურნალისტებს ასე პასუხობს. ბატონო ბიძინა 3 მილიონი წართვის გუშინ თქვენი ბანკის ქართულ ბანკში ჩვენ გლოვობთ დღეს რამას და ძალიან გუდას. ან კიდევ ერთი მაგალითი. გივი პერიკაშვილის პანაშვიდან გამოსული ბიძინა ასეთ პასუხს სცემს მასთან მისულ ჟურნალისტს. თან ისე რომ კითხვასაც არ ისმეს. ბატონო ბიძინა 2-20 სიტყვით რო გითხრათ ბატონო გასთან. ასეთი წესი აქვს ამ კაცს. რუსთავი 2-ის გაშვებულ კადრებში ჩანს, რომ ბიძინას არ მოусმენია კითხვა. კითხვა ალბათ ვერც დაისვა, ვერ მოასწრო ჟურნალისტმა. ბიძინამ უბრალოდ არ მიაქცია ყურადღება ჟურნალისტს. მაგრამ ვინ იყო ის რამაზი, რომელსაც ბიძინამ უთხრა რაზე გამაჩერეო? ყველაზე თამამ ფანტაზიაშიც კი ვერ წარმოიდგენ, რომ ვინმეს, არა თუ ბიძინას, ვინმეს შეიძლება ყავდეს ისეთი დაცვის უფროსი, რომელიც დასაცავ ობიექტს აჩერებს, აგერ ჟურნალისტებს პასუხი გაეციო. ესეთი დაცვა ბუნებაში არ არსებობს. საქმე სულ სხვა რამეშია. ის რამაზი, რომელსაც ბიძინა რეპლიკას ესვრის, რამაზ საყვარელიძეა, რომელიც ასევე იყო იმ გასვენებაში. მოვიდა მეუღლესთან ერთად ბიძინა ივანიშვილი, იქ დაგროვილი მთელი ჟურნალისტები სასწრაფოდ ეცნენ და ამან უარი უთხრა ინტერვიუზე, რა თქმა უნდა. მე თვითონ მქონდა საქმე ბიძინასთან და ეგ მომენტი დავიჭირე და მივედი და გამარჯობა მეთქი ბატონო ბიძინა, შემოწრიალდა და გამარჯობა რამას საქმე მაქვს მეთქი და როდის რა დროს საქმეა. ანუ კიდევ ერთხელ რომ მოვახდინოთ დაწვრილებით დეკონსტრუქცია. ბიძინა გამოდის პანაშვილიდან. მას ესალმება რამა საყვარელიძე და ამიტომ მცირე ხანს ბიძინა რამასთან ყონდება, რადგან ის რაღაც საქმეზე უწყებს ლაპარაკს. ბიძინა არ აქცევს ყურადღებას მასთან მირბენილ ჟურნალისტს, რადგან ავტომატზე აქვს, რომ სამძიმარზე კომენტარს არ იძლევა. შესაბამისად, მას არ ესმის შეკითხვის შინაარსი. ის აგრძელებს დიალოგს რამას საყვარელიძესთან და როცა რწმუნდება, რომ სრულიად უნიშნელო რაღაცაზე დაელაპარაკა მას რამაზი, მეგობრულად საყვედურნარევი ტონით ეუბნება ამ სიტყვებს, რაც მოვისმინეთ. რამაზე რას გამაჩერე ახლა რა დიდი საქმე შენ ქონდა? ეს მოხდა იმიტომ, რომ როგორც ჩანს, წესი პანაშვიძე არ ელაპარაკოს სხვა თემებზე, მხოლოდ ჟურნალისტებზე არ ვრცელდება. რუსთავი 2-მა გადაიღო ეს კადრები და ჟურნალისტმა, რომელიც იქ ადგილზე იყო, რა თქმა უნდა იცის ვინ არის ბიძინას ამ სიტყვების ადრესატი.
იცის რომ ეს საყვარელიძეა და არა დაცვის უფროსი ან დაცვის წევრი. მაგრამ რა თუნდაც რუსტავს სიმართლე, თანაც ნოდარა მხოლოდ ბიძინას სიტყვების ადრესატის შესვლით არ არის კმაყოფილი, რადგან არ არის დარწმუნებული რომ შვილმკვდარ მამას საკმარისი სიძულვილით აღავსეს ბიძინას მიმართ და აი ამ საშინელ კომენტარს გამოსწყვეტს, რაც თავში მოვისმინეთ. ამიტომ პროფესიონალი ლეშის მჭამელი ბინძური პროვოკაციების სახარშავ ქვაბში უფრო მეტ გესლს დებს. ხმარობს ეგრეთ წოდებული კონტრასტის მეთოდს. ჯერ აჩვენებს გულისხმიერი პრემიერ კვირიკაშვილის სამძიმარს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მე მინდა სამძიმარი უთხრა მის ოჯახს. და შემდეგ რამდენიმე წამში თავის მიერ შეთანხმებულ ბინძურ ტყუილს რომ თითქოს ბიძინა ახალგაზრდა კაცის სიკვდილს აგდებულად ეპყრობა და არაფერ დიდ საქმედ არ თვლის. რამაზე რას გამაჩერე ახლა რა დიდი საქმე შენ ქონდა. შვილმკვდარ მამას ჩვენ ვერ მოვთხოვთ რომ ის აი ამ ბინძურ ვაი ჟურნალისტურ ფრიკებში უნდა ერკვეოდეს. ოჯახური ტრაგედია ლეშის მჭამელმა ნაცებმა კიდევ ერთხელ საკუთარი ამოცანისთვის გამოიყენეს. ამოცანა კი ბიძინას დემონიზება გახლავთ. თან განაპირულად აკეთებს ამას მიშა სერორი. გაიხსენეთ აღზნებული უდუმაშვილი ელიავას ნახანძრალზე. როდესაც ვერ იღებენ კანონით რაღაცას, მაშინ იმას წვავენ. ეს არის რაღაც რუსული ოლიგარქიული ხელწერა. ნახანძრალი იქით იყოს და რუსთავიორს ესეთი რაღაცები სისხლში აქვს. თქვენ ის არა ხართ კულტურის მინის ბავშვის რიტუალური მკვლელობა რომ დააბრალეთ? ოპოზიციას რო უსმენდით და მე ერთმანეთზე გადასაკიდებლად ბიძინას დაცვის გადაბირებული წევრის სურავას სახელით რომ გამოაქვეყნეთ ის ჩანაწერები, ის ხალხი არა ხართ? უკადრებელის კადრებაა თქვენი მედია სტანდარტი და რაც თავარია, ის თქვენი ჯიშის და ჯილაგის მედია ინკვიზიტორებიც, მედია წმინდანებიც გასოსულნი იქნებიან ამ არაადამიანობაზე, ხომ ვიცი? აი ეს ხალხი მაკარაზმადის მედია კოცონზე დაწვა რომ გადაწყვიტეს, ხოლო იმის გამო რომ რესპონდენტი სიტყვა პიდარასტის ხმარებაზე ეთერში არ დახვრიტა ლიბერალური მაუზერით. კარგად ბრძანდებოდეთ.